ეხლა სად მდებარეობს ეს მესოპოტამია, ჩვენ ვახსენებთ ტიგროსი და ეფრატი, ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ რა ტერიტორიებს მოიცავდა, ესეც ვახსენოთ. დაახლოებით ეს ტერიტორია მოიცავდა თანამედროვე ირაყის, სირია, ლიბანი, ისრაელის, პალესტინის ტერიტორიებს. ფაქტობრივად ეს იყო ოაზისი, რომელიც შემოსაზღვრული იყო მთებითა და უდაბნოებით, ხოლო ეს კაკალი იყო ოაზისი, სადაც ადამიანს საშუალებას აძლევდა დაეთესა, მოეყვანა მარცვლეული და ფაქტობრივად ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იმ პერიოდში აგრარულ კულტურებს ახასიათებდათ, რომ თავი ერჩინათ რა, მოკლედ. ეს ტერმინი ნახევარმთვარე ძირითადად ჯეიმს ჰენრი ბრესტედის მიერ დამკვიდრებული ტერმინი არის უშუალოდ, ეს იყო ეგვიპტოლოგი და მისი დამკვიდრებული ტერმინია და როგორც ვახსენეთ, ეს ის კალია, რაც იმ ტერიტორიებზე ესახლოდა, რომელიც უკვე ვთქვით და იყო